აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა 1999 წლის 9 აპრილს გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. რუსთაველის გამზირზე მემორიალთან აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ, მათმა ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაათენა. დილიდან ადგილზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს და აქციის მონაწილეებს შორის. რუსთაველზე მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან აქციის მონაწილეები. 9 აპრილს დასარალებული მოწამრული მინდოდა მივსულიყავი 9 აპრილელების მემორიალთან პატივი მიმეგო და ახლოს არ მიმიშვი. რატომ იზღუდავ იმის უფლებას რომ მივიდეთ, მაგრამ ესენი манипуლირებენ 9 აპრილით გმირთა მემორიალით, იყენებენ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. 9 აპრილს რომ ვიხსენებ 36 წელია, აი მე ცრემს ვერ ვიკავებ. ცემა რომ დაგვიწყეს 9 აპრილის ღამეს, მეტი რომ არაფერი შეგვეძლო საქართველო დავიწყეთ ზახილი და ის რაღაც სამშობლოს უხმობდით მხსნელად. სოფლიო ლიდერები ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას მთხოვენ. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ეროვნული რესპუბლიკური კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა. ფიქრობ, სოფლიო ომი სულაც არ არის ომი, რადგან ყველა აქ მოდის, იაპონია აქ მოდის, ბევრი მათგანი თვითმფრინავშია. კაცრი მომლაპარაკებლები არიან, განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, სოფლიო ლიდერები შეთანხმების გასაფორმებლად ყველაფრისთვის მზად არიან. გეუბნებით, რომ ეს ქვეყნები გვირეკავენ შეთანხმების მიღწევას სრულით კვდებიან. ბატონო, გთხოვთ, შეთანხმება გავაფორმოთ, ბატონო, ყველაფერს გავაკეთებთ, აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ცნობისთვის დღეს დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული გლობალური საპასუხო მაღალი ტარიფები ძალაში შევიდა, მათ შორის ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული 104%-იანი ტარიფები. ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთზე ზეწოლის მიზნით ტარიფების ბოროტად გამოყენებას აგრძელებს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა ლინძიანმა ბრიფინგზე განაცხადა. ჩინეთი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება და მსგავსი სახის ბულინგს არასოდეს შეურიგდება. ჩინეთი საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად ეფექტური ზომების მიღებას გააგრძელებს, განაცხადა ლინძიანმა. მისი თქმით, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს პრობლემის მოგვარება დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით სურს, მაშინ მან თანასწორობის პატივისცემის პოზიცია უნდა დაიკავოს. ევროპას არასდროს სურდა ქაოსიანი მაღალი ტარიფები. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე საუბრისას აღნიშნა. როგორც ეგვიპტეში ვიზიტისას მაკრონმა განაცხადა, მიაჩნია, რომ ტარიფები ცუდი იდეაა, თუმცა აღნიშნა, რომ საფრანგეთი საპასუხო ზომებს მიიღებს. ყველაფერი მარტივადაა, საფრანგეთსა და ევროპას არასდროს სურდა ქაოსიან მაღალი ტარიფები. თვლით, რომ ეს ცუდი იდეაა და ცუდი პასუხია სავაჭრო დეფიციტზე. ასევე ყოველთვის ვამბობდით, რომ დავიცავდით ჩვენს ეკონომიკას, რომ თუ იქნება ტარიფები და ამჟამად 20%-იანია, ჩვენ ვუპასუხებთ. მიგვაჩნია, რომ დღევანდელი პრიორიტეტები სხვა არის. თუ გსურს მეტი ბიზნესის წარმოება, უნდა ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები. უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, შრომა უნდა ჩავდოთ ინვესტიცია ინოვაციებში და წარმატებას მივაღწიოთ და არა ტარიფები დავაწესოთ. ასე რომ გსურს ვიხილოთ ტარიფების შემცირება, განაცხადა მაკრონმა. რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციები თურქეთის ქალაქ სტამბულში მოლაპარაკებების მეორე რაუნდს 10 აპრილს გამართავენ. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ტემი ბრიუსი ავრცელებს. 10 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციები სტამბულში მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს იმისთვის, რათა შეეცადონ მიაღწიონ პროგრესს ორმხრივი ურთიერთობის დარეგულირების კუთხით, თქვა ბრიუსმა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ სტამბულში შეხვედრის დროს უკრაინის საკითხი და უსაფრთხოების სხვა თემები განხილული არ იქნება. მთავარი თემა მხოლოდ რუსულ-ამერიკული ურთიერთობა იქნება. რუსეთისა და ამერიკის დელეგაციებმა პირველი შეხვედრა სტამბულში 27 თებერვალს გამართეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის საჯარისო შენაერთებმა ბასარ-კეჩარის რაიონის გარაიმანისა და იუხარ შორჯას მიმართულებებიდან აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული სომხური ქვედანაყოფები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ. აზერბაიჯანის საჯარისო შენაერთებმა აღნიშნულ მიმართულებებზე ადეკვატური ზომები მიიღეს, აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში. თურქეთში სტამბოლის მერის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციებზე ათასობით სტუდენტი გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ფრანს პრესი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სამშაბათს 8 აპრილს სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს დაკავების გასაპროტესტებლად სტამბოლსა და ანკარაში სტუდენტებმა საპროტესტო აქციები გამართეს. თურქეთის ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ოზგურ ოზელმა მოსახლეობას გააქტიურებისკენ მოუწოდა და დღეს 9 აპრილს სტამბოლში მასობრივი საპროტესტო აქცია დაანონსა. შეგახსენებთ, თურქეთში პოლიციამ 19 მარტს სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ დააკავა, რომელიც ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერია და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად განიხილება. მისმა დაკავებამ თურქეთში ბოლო 10 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი ქუჩის საპროტესტო აქციები გამოიწვია.